მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წარუძღვები მე ნიკოლოზ ჟავანაძე. ახლა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე განათავსა სურათი, როგორ იკრიჭავს თმებს და ესე იგი ესეთი წარწერა აქვს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ვემზადებიო. მე არ ვიცი ხა მას ეს პრიჩოს ეს თვების შეკრეჭვა და მისი ჩამოსვლა რამდენად რეალურად ხუმრობა ეს თუ რამდენად მართალია, მაგრამ ეხა ადამიანი 10-ჯერ რო იტყვის, რომ ვემზადები არჩევნებს ჩამოსასვლელად, ეს აღარ არის ხუმრობა უკვე და ძებდილი სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულია, კარგად მოგიხსენებათ და მისი გუნდის წევრებიც ამას აანონსებენ, რომ ის ჩამოვა, ეს არის საკმაოდ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ განგაში ზარების შემოკრათ, იმიტომ რომ ეხლა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ამ ნაციონალებს ხარს არავინ არ უჭერს და რეალურად ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენო, მაგრამ არაერთხელ მithქვია ამ სტუდიიდან და სხვა სტუდიებიდანაც, რომ არც მაშინ იყო მომხრე საქართველოს მოსახლეობა 1991 წელს, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, არც 2003 წელს უჭერდა სრულად მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ორივეჯერ ჩვენ ვიხილეთ ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება. ის მეორედ სახელმწიფო გადატრიალება იყო, იმიტომ რომ რევანა შევარდნაძის ნებაყოფლობითი წასვლა ესეც გადატრიალება იყო დამერწმუნებით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ესე მოდუნება ყურადღების და მოვლენების ესე მიშვება ნამდვილად არ წაადგება დღევანდელ აი ამ პროცესებს. სწორედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ადამიანი, რომელიც უშუალოდ შემსწრე გახდა იმ პერიოდში სახელმწიფო გადატრიალებისა, ეს პირველ სახელმწიფო გადატრიალებაზე ვსაუბრობ 91-92 წლებში და ეს პიროვნება გახდათ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ბატონი ვაჟა აბაკელია. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. ბატონი ვაჟა სწორედ იმ პერიოდში იყო პროკურორი და უშუალოდ იცის ის პროცესების შესახებ, როგორ მიმდინარეობდა. პრინციპში ბატონო ვაჟა თქვენ ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ გისაუბრიათ იქ რაც მოხდა, მაგრამ მე მინდა პარალელი გავავლოთ აი ამ პერიოდს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს მათი მუქარა ამ შემთხვევაში სააკაშვილის და მისი გუნდის, რომ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან და მასაც არ ელოდებიან არჩევნების შედეგებს. ჩვენ წალენჯიხიდან დავძრავთ ავტობუსებსო და ძალიან ფაქტურად აანონსებენ ისინი რევოლუციას. ფაქტურად ისინი არა არჩევნებისთვის ემზადებიან, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესების. რამდენად რეალურია მოვლენები განვითარდეს იმ სცენარით, როგორი სცენარითაც უკვე რამდენჯერმე განვითარდა ქვეყანაში სიტუაცია ჩვენ წარსულში რო ვიხილეთ. ისმეთ ადლებას მეგახსენებთ მოწვევისათვის. მე ამის წინას ვიყავი ტელევიზიით გამოვედი და მაშინაც ვთქვი, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. განსაკუთრებით ეს ეხება სამართალდამცავ სტრუქტურებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა ის არც 91 წელია და სხვა დროა და სხვა ეპოქაა, მაგრამ საუბედუროდ მოთხოვნები მსოფლიოში და ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს არის, არა, იგივეა, რაც მაშინ იყო. ეხლა მე ვამბობ, რომ ის ხალხი აღარ არის და ის სიტუაცია აღარ არის, ის უზარმაზარი ქვეყანა არ დაშლილა და სხვა ის არის, მაგრამ ესენი ეს მონდომებით ყველაფერს მოინდომებს. ეს ისეთი დონის ადამიანია. მე მას ვეძახი, რომ არ შეიძლება კაცს თავის ქვეყანაში ისე მოიქცეს, როგორც ის მოიქცა. არ შეიძლება ამდენი უბედურება ჩაიდინოს და მე კიდე ძალიან ისე რა ამაყად და თავხედურად განცხადებები აკეთოს, რომ მე ჩამოვალ და ამას ვერცად ვერ ჩამოვალ, ეუბნები. გამორიცხულია, მე საერთოდ გამორიცხავ ამას. არანაირი იმით, რა ქვია, ანალიზით და არავის დონით იმან რომ მოინდომოს საპლანეტაშთა შორისო ხელმძღვანელობა რო იყოს ასეთი და იმათ მოინდომე, ისინი ვერ შემოიყვანენ მაგას აქ. ეს საერთოდ გამორიცხულია კაცმა, ბიჭო, ახლა მაშინ თუ თავმოყვარეობა არა აქვს ამ ქართველებს, მაშინ თქვა აქ უნდა პირდაპირ, გას. კაცმა ამდენი ადამიანი მამაკაცი გააუპატიურა, ხო გას. ბოლო რა არის ახლა ვის უკვის ის მართლმსაჯულების სისტემაში რაღაც გადახვევები და დარღვევები და რაღაცები ვის არ გვინახავს ასეთი რამე, მაგრამ ასეთი რას ამან ჩაიდინა თვით იმის მე ისა მაქვს, რა ქვია, ძალიან კარგად მაქვს
შესავლილი ნიურნბერგის და ტოკიოს პროცესები, რომელიც გაიმართა 45-46 წლებში, ხო? როდესაც დაემხო ფაშისტების ძალაუფლება. არ არის ამის პრეცედენტი, კაცო. იქაც არ მიუყენებიათ, ასე მიუხედავად კლავდნენ, ჭრიდნენ, ჩეხავდნენ, რა უბედურებას არ აკეთებდნენ. მე სურათებს უღებდნენ ამ გაუპატიურებულ მამაკაცებს და სადაა ეხლა ესენი შენახული კიდე გასმა არ იცის. აი ასეთ ფოროტება შენი ხალხის და ქვეყნის წინ დავანებოთ თავი, რომ მას ძალიან უნდა და ძალაუფლება ჩახტებოდა მე თვითფრინავში ჩაისვა და ლაბას ქალებს და დადიოდა ბატონო ვაჟა, ერთი აი სამართლებრივი საკითხი მინდა განვიხილოთ მე და თქვენ. მეც ყოფილი პროკურორი ვარ, სისტემაში მუშაობდი, ამჟამად და სხვათა შორის ჩემი ნებით წამოვედი 2006 წელს აი ამ საშინელი სისტემის მსახური არ მინდა ყოფილიყავი. ეხლა მე უამრავ ჩემ კოლეგასთან გავიარე ეს თემა, აი ის საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბროთ. აი თქვა და ჩამოვიდა ეს ადამიანი. ეხლა უყუროთ როგორი სიტუაცია. ჩამოვიდა ეს ადამიანი, ჯერ ეგერთი საზღვარი ვერ უნდა გადმოკეთოს, იმიტომ რომ არ შეიძლება საზღვარზე შემოვიდეს ეს ადამიანი, უნდა დააკავონ ეგრევე, იმიტომ რომ ძებნილი ადამიანი. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ კონტროლებადი არ არის ჩვენი საზღვრები და რამენაირად რომ აი შემოაღწიოს აქ და ჩვენ მე შეგეტყვი ახლა ისეთი საზღვრის დაცვა გვაქვს, რომ აქ ვერავინ ვერ შემოვა, მაგის ისიც არ მაქვს მე დიდი განცდა. შემოვიდა აქ ეს ადამიანი, ну წარადგინეს სასამართლოში, ჯერ თუ როგორ დააკავებენ ეგ ცალკე საუბრის თემა. დააკავეს, მიიყვანეს სასამართლოში და ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ ესე იგი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვარ დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანი, არ ვიცი ხა რამდენად აქვს მე გუბერნატორს აქვს, მაგრამ თქვა აქვს ესეთი პასპორტი, დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე. მე ვარ ესე იგი უმაღლესი თანამდებობის პირი უცხო ქვეყნის, მაგრამ ნუ ხელისუფლება იძახის და მეც ვემხრობ იმას, რომ ეს ადამიანი ძებნილია, ბრალდებულია, ემალებოდა გამოძიებას, მაგრამ ის ამბობს, რომ მაშინ სხვა რეალობა იყო თქვენ რომ ეს შემიფარდეთ მე ეს აკვეთი ღონისძიება. რამდენად აქვს 1%-იც მაინც სასამართლოს იმის განცდა? არა, ჩვენი სასამართლო იცით თქვენ რაც არის და როგორც არის. ხა მე კიდე იყო ჩვენი სასამართლო, ეხლა ეს სასამართლო. რამდენად რეალურია, რომ აკვეთი ღონისძიება არ შეუფარდონ მას და თქვათ საერთოდ გამორიცხულია კი. იმ სასამართლოს ეხლა. არა, თქვენ რა სასამართლოს გქონთ, ხო იცით ეხლა ჩინჩალაძის და მურუსის სასამართლოს და მე არ გამიკვირდა. რომ აკვეთი ღონისძიება აღარ იყოს პატიმრობა. ყველა უფრთხილდება თავის თავს. ხო და მე აი ერთი წამით მე რაზე გეკითხები. არის იმისი შანსი, რომ აქ, როდესაც იგი წარდგება სასამართლოს წინაშე, რათა დადასტურდეს ის აკვეთი ღონისძიება, სასამართლომ რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. არა. გამორიცხულია საერთოდ. გამორიცხულია. ეს ეხლა მოდი ერთ რამეზე ჩვენ შევთანხმდეთ, როცა მიდის საუბარი ამ თემაზე, არა? ნუ რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ცივილურად. მაგრამ არ არის ეს თლა სამართლებრივი საკითხი რა. არა, მაგაზე ვლაპარაკობ, არ არის სამართლებრივი. ხო, არ არის და მაგიტომ ვიძახი, შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიიღოს სასამართლო. იმიტომ რომ აი თქვენ ერთ რამეს დაუკვირდით, უკრაინის ხელისუფლება, მე იმიტომ ვიძახი. ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა, აი საქართველოს ადგილზე დღეს ყველანაირ ესე იგი ურთიერთობას გაწყვეტა უკრაინის და რას ნიშნავს? ეხლა უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი, ის არ არის რაღაც რიგითი მოქალაქე, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოლქის, ოლდესის ოლქის ხელმძღვანელი. გამოდის და გემუქრება იქიდან. ანუ შენ გემუქრება სააკაშვილი კარა, გემუნება უკრაინის ხელისუფლება. 1000-ჯერ მომიწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მოუწოდეთ პოროშენკოს, რომ ესეთი განცხადებები ან შეაჩეროს ამ სააკაშვილმა, ან ბოლოს და ბოლოს რაღაცა ზომები მიიღეთ. და ეხლა გამოვიდა ეს სრული იდიოტები, ნაციონალები და რატო არ შეუერთითო იმ განცხადებას, რომელიც აი ყირიმში არჩევნებს დაგმობდაო. კაცო, ქვეყანა არის მტრულად განწყობილი შენს მიმართ უკვე რა. ფაქტურად მტრულად არის განწყობილი. ეხლა ხო შეიძლება რომ თუ ვერ აკონტროლებენ ამ სააკაშვილს, მაშინ გადააყენონ. ესეთი რაღაცა თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა აქ რო პოროშენკო ისა იანუკოვიჩი რო ჩამოსულიყო და დაენიშნათ თქვა ქვემო ქართლის გუბერნატორად და აქედან ეკეთებინა განცხადება, რა დონის ის მოხდებოდა სკანდალი. და აი მაგიტომ ვიძახი, მე იცით რა, თქვენ კი იცახით ეს და მეც დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად სასამართლომ უნდა დაადასტუროს და დაიჭიროს, მაგრამ ვინაიდან ეს ცოტა სხვა საკითხებია, მე არ გამიკვირდება რომ სხვა პროექტად წავიდეს ეს პროცესები. როგორ წავიდეს? აი არ დაადასტუროს სასამართლო. არა, ნუ ეს საერთოდ გამორიცხული არ დაადასტუროს და ის მოსამართლე ის უკვე კი არ ეჯახება კანონს ამ შემთხვევაში. ის ხალხის მთელ რისხვას და იმ ადამიანების გამორეტებას, ეხლა ძალიან ბევრი ხალხი არ იღებს ყმას. არ იღებს იმიტომ რომ ისეთი განცდები აქვს, რომ ჯერ წვენია ელემენტარულად ისიც იციან რომ არსებობს ასეთი ფოტოგადაღებები და რომ ამას შეიძლება ყოველთვის გამოაქვეყნებინა რას იზავენ კაზმარისის.
თორე ეს თუ ესე გააკეთა დაუშვათ რომელიმე მოსამართლე კარტი რა ეხლა ეს ინგლისის სასამართლო არ არის ჯერ ესეთი და არც ინგლისის სასამართლო არ გააკეთებს ამას და არც ერთი დედამისის ზურგზე მისი ბრალდებები ცდება სისხლის სამართლის კოდექსსაც და ეს არის რაღაც მე არ ვიცი სად გამოიგონეს ვის მოუვიდა თამში ამის რამე და მე გეუბნებით თქვენ ამის პრეცედენტი გამორიცხულია დედამიწაზე არ მოხდა არც ის პრეცედენტი ყოფილა ბატონო ვაჟა თქვენ თვითონვე თქვენს ლოგიკას მიყვები რომ ესე იგი რეჟიმს შეექმნას 28000 ფაილი ამდენი ხალხი გაეუპატიურებინოს ასეთი ჰიტლერს არ გაუკეთებია საკუთარი ხალხისთვის ის რაც ამათმა საკუთარ ხალხს გაუკეთოს და ის რეჟიმი ის გუნდი კვლავაც იყოს რაღაცა წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე და ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნებოდეს ამ ხალხს გაუფრთხილდითო და ევროპარლამენტარები ჩამოდიოდნენ და ვანომერაბიშვილს ნათლავდნენ იმათ არც ეს ყოფილა პრეცედენტი ამის თემსოფლიო აი ჩვენ არა თქვენ რო იძახით მე იცით რა არის ისეთი რამეები გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში რომ ეს მართლა გაუგონარი აქედან გამომდინარე მე არ უნდა გაგვიკვირდეს არც ის იმიტომ რომ შედალოცილო აგერ ფილმებს რო იღებ რომ ნაცისტური რეჟიმი იყო გამოგეცხადებინა ის პარტია კანონგარეშედ უამრავი ჩვენ ხო ვიცით როგორ ხდება ახლა კანონგარეშედ გამოცხადება უამრავი თუ არის კონკრეტული გადაწყვეტილებები რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები იყვნენ ასეთაბებში ჩართული შემდგომ უნდა მიმართოს არის განაჩენები გაქვს ხელში უნდა წახვიდეს საკონსტიტუციოში და გააუქმო ნაციონალური მოძრაობა ეს ხო შეიძლებოდა გაკეთებული იგივე ხა ჩვენ რო პროკურატურაზე სასამართლოზე ვლაპარაკობთ ახლა მე ერთი რამე მესმის ადამიანი რომელიც ერთხელ შეიძლება უღალატოს ისინი ხო იმ სისტემის მსახურები იყო არ არის გარანტირებული შენს გიღალატოს ამიტომ ჩვენ ხო ვიცით რომ იმ სისტემის მსახურები დღეს არიან სხვადასხვა გოლებში წარმოდგენილები ძალიან ფართოდ ამიტომ მაგ მე განცდა რომ ისე არ წავიდე შეიძლება პროცესები ნუ ეხლა ყველაფერი შეიძლება სამყაროში მოხდეს მაგრამ მე კიდე ჩემსას რო იტყვიან აი ვაწვევი რა ჯერ მეც მინდა ესე რომ მოხდეს მინდა ერთია არანაირი სამართლებრივი მექანიზმით ის ბრალდებები რომელიც გაიშლება იქ დაუშვათ მისი დაბადების დროს რა იმას ვერც ერთი მოსამართლე გვერდს ვერ აულის და ის ვერ გააკეთებს რა უნდა მოიყვანოს ის რო გააკეთო და გარეთ დატო მაშინ უნდა სხვა არგუმენტაცია უნდა დადო ვერ დადებს ამ არგუმენტაციას ვერანაირი ცოცხალი მოსამართლე ამ ქვეყანას 10 წელი ვიმუშავე მე მოსამართლე 10 წელი პატარა დრო ხო არ არის რა თელი ჩემი ცხოვრება იგავადარე და ეხლა ვიცი მე ეს მექანიზმი ასე კარგი ეს თემას შევეხოთ ეხლა ჩვენს ხშირად საუბრობთ ეხლა თქვათ შორის ბიზინა ივანიშვილმაც აღმოჩნდა თავის საუბარში თქვენ სამეგრელოდან ახარ მეც ვიყავი ერთი კვირა ვიყავი ზუგდიდში და ნახე იქ სიტუაცია და სიმართლე რო გითხრათ არის რაღაცა გარკვეული ფენა საზოგადოების რომელიც უჭერს ხელისუფლებას მაგრამ მე სულ არ ვამტყუნებ იმ ხალხს რატო იცი ზოგიერთ სამეგრელოს მაღალმთიან სოფლებში ხალხს კიდე გონია რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იმიტომ რომ როცა მუდმივად ტელევიზიები მუშაობენ წინა ხელისუფლებაზე გებელს აქვს თქვამი მომეცით საინფორმაციო საშუალებებიო და ღორების კოლტებად ვაქცევო ხალხსო ანუ ის რაც არის კიდევ იქ ხა შეიძლება ეს ხელისუფლების რაღაც ბრალია რომ იქ ხალხი მხარს უჭერს რომ ნაციონალური მოძრაობა სამეგრელოში გურიაში თუ სხვაგან მაგრამ აი ამ მედიის როლს როგორ ხედავთ თქვენ და აი ამ სიტუაციას როგორ ხედავთ მედიის როლს კი არა მოდი პირდაპირ მითხარი რასაც მეუბნები არა თქვენ აი მე მაგალითად ხარ სამეგრელოდან წარმოშობით და შენ რას ამბობ მეგრელების ამ დამოკიდებულებას დიახ ეს არის კითხვის არსი ეხლა სწორი ვარ რა მარტო სამეგრელოში არ არის სხვათაშორის ექსპოზიციები მარტო სამეგრელოში განსაკუთრებული პლატფორმაა სამეგრელოში იმიტომ რომ ეს ქალბატონია ჩაბზანებული იქ და აი რით იხსნით თქვენ ამას რითი რომ რაღაც გადია მე რაღაცა დასაყრდენია თუ მეგრელები ასე მე არაერთხელ მithქვამს და ეხლა ვიმეორებ ჩემ რა თქვამს მე დედითას მეგრელი ვარ მამითაც წარმოშობით ვამბობ თორე ეს ეხლა თბილისში გაზრდილი კაცი ვარ და აბსოლუტურად მიყვარს ჩემი კუთხე და დიდ პატივს ამ ადამიანებს იმიტომ ეს ძალიან ნიჭიერი ხალხი მიზანსწრაფული და ძალიან სერიოზული ადამიანები არიან მთლიანად საქართველოს ისტორიის მანძილზე და ის უძველესი ცივილიზაციად რომელიც ესე იგი ჩვენ ვიცით რომ 50 საუკუნის წინ შუმერებზე წინ იქ არის კოლხეთთან გადაჯაჭვული ძალიან ბევრი რამ მაგრამ მიუხედავად ამისა რა ნუ არ ვიცი ხა მე ამას თუ ჩაიდენენ ეს ინდა დაუშვათ ამ დედაკას აირჩევენ იქა იმათ რა ქვია დეპუტატად არა ნუ მე არ ვიცი ხა აი ამდენს ვერ ჩააწყობენ რა თქმა უნდა ისინი და მექანიზმი ამის არა აქვს მე მაინც მგონია რომ ეს არ უნდა მოხდეს და თუ კი მოხდება
ნუ ალბათ ეს ამოძახილი იქნება იმისი, რასაც სააკაშვილი უჩიჩინებდა მთელი ცხოვრება ამ ადამიანებს. ეხლა იქ ყველა ხო არ არის რაღაც დახვეწილი და ისა და ეს არიან უბრალო ადამიანები, არიან ყუთთან მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც ესე იგი შეიძლება რაღაც ემოციებს აყვნენ. მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს და ეხლაც ვეუბნები, რომ არავითარ ემოციებს არ უნდა აყვნენ. მე ვარ პარლამენტის წევრი გავხდი იქიდან, სამეგრელოდან. ხო და მაშინ იმ დროში, როდესაც პარლამენტის წევრი ერთადერთი კაცი ვარ იმ დროს, რომელიც ვიყავი მაღალჩინოსანი ერთ-ერთი რაიონის მმართველი, ერთადერთი ვარ საქართველოში სხვადასხვა. რომელიც გახდა პარლამენტის წევრი და მე არჩევნების ვიად გამსახურდიას. დოდარწმულეისკირი იყო ჩემი მოწინააღმდეგე, მეორე იყო სიაში მაშინ. ამიტომ ეხლა მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს, ძალიან მიყვარს, შეიძლება შენი ქვეყანა, შენი სამშობლო, შენი ოდაბადე და შენი ისინი არ გიყვარდეს კაცო, მაგრამ კიდე გეუბნები რა. კიდე გეუბნები, რომ ესენი ამას არ ჩაიდნენ, გამოვრიცხავდნენ საერთოდ. ეს თვითონ აპიარებენ ძალიან კარგად, რაღაც ჯგუფს აჩვენებენ, როგორ ხდება, აღა ვიღაცა აკოცებს, ხა იქ სუსპანე ვიღაცა რაღაც თბილად შეხვდება, ხა უროს არავინ არავის არ ურტყავს დღეს, ხო? მაგრამ საერთოდ ჯამში რომ დაირაზმოს მთელი სამეგრელო, თუ ეს კი მოხდა, დაუშვათ რა. ამაში ხელისუფლებას ექნება ლომის წვლილი. ამაზე საუბრობთ ბატონო ვაჟა, ეხლა იცით რა არის, ხა მთლად ესე პატარა ჯგუფები არ არის, იმიტომ რომ თავად ხელისუფლება აღიარებს, რომ ყველაზე დიდი ზასაყდენი და მე რატო არ გაუშვეს იმ ხელისუფლებამ, როდესაც სამეგრელო ასეთი რთული რეგიონია, როდესაც სამეგრელოს უამრავი უბედურება აქვს. არა, მე დავამთავრებ ჩემსაც. გადატანილი. როდესაც სამეგრელოს გადაუარეს ზე და თქვენ კარგად მოგეხსენებათ გასაგებია პერიოდი. რას ხდებოდა, ხო? ნუ ის ოჯახებში უწვდებოდნენ და უპატირებდნენ და კლავდნენ და ქონება გაქონდათ, ხო იყო ეს? ეს არ არის ადვილად დასავიწყებელი. ამიტომ იქ უნდა მისულიყო მართლობაში ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით რაღაც თვისებებით და ხალხის აღიარებით გამოირჩეოდა. და არა შერჩეული პიროვნებები. ერთ ჩაგეწევით, ვაჟა, ყველაზე ცუდი რა არის, ცით რომ აი მე რო ვარ ეხლა სამეგრელოს იმითი რა ნეპოტიზმით მისულები რომ მე რო ვარ სამეგრელოს დაკალია რა გეზმაკაცება შეგაიგასო ქვეყანა თავზე გენგრევა შენი ზმაკაცი მე დალაგებულ დაწყებულ ქვეყანაში სადაც გინდა იქ გაუშვი მე ძალიან კარგად ვიცი დონე იმ ზოგიერთი გამგებელის რაც აი და როგორც აი იმის გამგებელს თავი დავანებ არა რას ქვია გამგებელი არა მე სხვა რამეს ვიზარ სამეგრელოში არის ეს არა სამე გამგებელი რა თქმა უნდა კი არა სამეგრელოში კი არა უყურეთ რა ჭრილში მინდა გამიხოთ რა თქმა უნდა გამგებლობის საკითხი ერთია მაგრამ მეორეა სხვა რაღაცა მე რო ვარ ამომრჩეველი და რო უყურებ ეხლა აქ არის მამალი ნაციონალი აგერ ნაციონალური მოძრაობის და აქითკენ შენ რო ყავს წამოყენებული ოცნებას კანდიდატი რომლის ბიოგრაფიაში 2008-დან 12 წლამდე ეს ადამიანი ნაციონალურ მოძრაობაში იყო ეხლა უყურებ მე ამას და ეხლა ფიქრობ ეხლა თუ ნაციონალი ასარჩევი არის ბარემ მამალ ნაციონალს მივცემ ხმას ხო ამიტომ ისეთი ადამიანი როგორც ყოფილი უშიშროების თანამშრომელი არ არსებობს ისევე ჩემი აზრით არ არსებობს ყოფილი ნაცი არ არსებობს ეგეთი რაღაც. შეიძლება 1-2-მა შეიძლება რაღაცა წამსი შეიცვალოს, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ის 28000 ფაილი ბატონო ვაჟა თქვენს კარგად იცით პირველ რიგში თავისიანებზე იღებდნენ, თავისიანები რო ყურებით ყოლოდათ დაჭერი. ეხლა მე მინდა ცოტა ბევრ საკითხს შევეხოთ. აი ცოტა ამნეზია შეყრილ ადამიანებს მინდა ვაჩვენო ერთი ფირი, რომელიც ასახავს სააკაშვილის ვაჟკაცობას ხელისუფლებაში მოსვლამდე. 2003 წელს მათ ბოლნიში მოაწყვეს ძალიან დიდი არეულობა და მე იმიტომ ვიძახი კორცხელიც იგივე სხვა პროცესებით მათი ინსპირირებულია და ყველაზე ცუდი რა არის იცით რომ აი ჩვენ როგორც ახლა ყოფილი პროკურორი ლაპარაკობენ რომ კორცხელიო კაცო ინსპირირებული იყო ნაცებისო ბიჭო თუ კორცხელი ინსპირირებულია მაშინ მიეცი ის ხალხი პასუხისგებაში ადვოკატმა წარმოადგინა ფირი სადაც ესე იგი ეს ნაციონალები არიან ესე იგი ხელკეტებით ხელჯოხებით ურტყამენ ამ ესე იგი ოცნების ხარდამჭერებს მე ამ ბიჭებმა წაართვეს ესენი და თავდაცვის მიზნით იმოქმედეს ხო შეიძლება ბრალი წაყენებულიყო იმაზე. ეხლა არის პროკურატურას ხავს ესენი წამგებიან პოზიციაში. შენ ხარ ხელისუფლება, შენი ზაყი რომ ინსპირირებული იყო კორცხელიო და არაკეთებ მაშინ შესაბამის მოქმედებას არ ახორციელე. და აი მსგავსი ტიპის პროვოკაციები ვინ არის ნაციონალური მოძრაობა და რა ხელწერა აქვს მათ? აი ამის თვალსაჩინო მაგალითია ბოლნისი, როდესაც მათ მოაღწევს იქ დიდი არეულობა გთხოვთ გაუშვათ პირველი ვიდეო.
ეს იყო დღევანდელი ომის ამსახველი ყველაზე უფრო მძიმე კადრები. ერთთან ერთად ისროდნენ ყვიასაც, ათობით დაშავებული ადამიანი დალეწილი მანქანები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯიპიც. ასე მოექცა ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბოლნისის რაიონში ამორჩეულთან შეხვედრა უნდოდათ. მიხეილ სააკაშვილმა თბილისიდან ეროვნამდე აქტივისტი ჩაიყარა. მათ შორის იყვნენ შეიარაღებულებიც. ხელისუფლებამ კი ნაციონალებს ის ადამიანები დაახვედრა, ვისაც იარაღის ტარების უფლებას კანონი ანიჭებს. პოლიცია უშუალო მონაწილე იყო ყველა პროცესისა. პირველი კორდონი ნაციონალებს ბოლნისის რაიონის კორდონი თითქმის სოფელ ტალავერის შესასვლელთან იყო მოწყობილი. და შემდეგ უკვე სოფელი ტალავერი, ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეები არიან. ესენი კი სააკაშვილისა და ქემალ მურატხანოვის მომხრეები. Хочу тебе хочу, салам, გამარჯოს, უკვე შემდეგ მოვლენებში გარკვევა შეუძლებელი იყო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილმა თავის გამგებელს შეუძლია. Так можно, слушай? Так можно? შემოხვედი რაიონში, როგორც წამე ხალხი, სააკაშვილო სომეხო, რა გააკეთე ესა? ვერაფერს, სულ 200 კაცი მოგივიდა, 200 კაცი. ისინი თბილისელები არიან. Бандиты должны сидеть в тюрьме, бандиты должны уйти. Должна быть восстановлена справедливость. ცენტრიდან მიხეილ სააკაშვილმა სოფლის ქუჩებში გადაინაცვლა. ამ დროს კარგად იყენებს ხელისუფლება და უკვე თბილისისკენ მომავალ ნაციონალებს პოლიციას ახვედრებს. შეტაკება პოლიციასთან ხდება. კომენტარს ვერ გავაკეთებ. რატომ მოიყვანეთ პოლიცია? პოლიცია მოვიყვანა, არ მომიხდეს იმის გამო მოვიყვანე პოლიცია. მე არ გადავიკეთე. არ გადავიკეთე გზა და მე მოვიდე გავხსნე გზა. ნუ და გავხსნე პოლიციელები იქ გელა. ბატონო ვიშა უნდა გავხსნე გზა. ხარ ბანდიტი ძმაო. თქვენი პოლიციელები იქ ბაბიტო. ამის შემდეგ ნაციონალები თბილისისკენ მოდიან. აი ეხლა ბატონო ვაშა, მე ეხლა მინდა მცირე კომენტარი მე თქვენთან გადმოვალ. ეხლა ეს არის რუსთავიორის სიუჟეტი. ირმა ნადირაშვილი, ეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი უძღვებოდა ამ სიუჟეტს. ესე იგი, თავიანთვე სიუჟეტში რა აქვს, რა შეცდომები აქვს დაშვებული. ჯერ ერთი თვითონ აღიარეს, რომ იარაღიანი ხალხი ჩაიყვანესო. მერე მეორე, ეხლა ამნაირი არეულობა პოლიცია რატომ მოიყვანეთო? აბა პოლიცია სად უნდა იყოს, როცა არეულობა? მერე ნახეთ აგერ დათა ახალაია ალბათ ამოიცანით, როგორ უსწორდებიან გამგებელს იქ წმუნებულს იმისი რა ქვია და რა ამბავი დაატრიალეს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ასეთი ინციდენტები რამდენად რეალურია, მათ მოაწყონ არჩევნების შემდგომ რაც ვიხილეთ ჩვენ ეხლა აქ ტელეეკრანით. ეხლა მე რატო გეუბნებით ვამახვილებ ყურადღებას ჯერ საქართველოში მაინც არის ის სინდრომი ხელმძღვანელის მართველის ეხლა დასავლეთში არ არის ეს პრობლემა იქ მერი ვინ იქნება რაიონის და ქალაქის და იმას არავითარი მნიშვნელობა არ ეძლევა იმიტომ რომ მოაწყო იმ ხალხმა ის ქვეყანა ისე რომ ამის თანამდებობის პირის რაღაც ზედმეტი აქტიურობა არაფერს არ ნიშნავს მაგრამ აქ ნიშნავს ამას უნდა გაუწიოს ძმაო ანგარიში ბიძინა ივანიშვილმა რომელმაც მე ვცემ უდიდეს პატივს არაერთხელ დამიდასტურებია ყველა სატელევიზიო გადაცემაში რომ ეს ნამდვილად ღირსეული და დიდებული ადამიანია რომელმაც
ყველაფერი მისცა თავის სამშობლოს. ეხლა წადით და არ ყვიეთ რა მისცა და რა არ მისცა და იმის მეოთხედ თუ ვინმეს გაგიკეთებიათ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ისიც მოკვდავი კაცია და შეაცდინეს ახლა როგორც უამრავი რამე რა, აი როგორც თქვენი ერთი მოგვარე დიდებული ადამიანი თუ ნათესავი ხა მე ზუსტად არ ვიცი ვასილ ჟავახიძე იყო საქართველოს მმართველი, რომელიც იყო სულ გადაგებული საქართველოსთვის. ჩემი ხალხი, ჩემი ქართველი ხალხიო დადიოდა და რომ ნახულობდა მაშენებულ სახლებს და იმებს, კაცი სიხარულისგან და არავის არ უნახავს რომ ჟავანაძეს ვინმესთვის ან სახლი ჩამოერთმიოს, ან კარი ჩამოერთმიოს, ან რამე ცუდი გაეკეთებინოს, ან მიეთითებინოს, ეს დაიჭირეთ, ის დაყვრიტეთ. ეს არ არის ქვეყნის მმართველის საქმე საერთოდ. ხოდა, მაგრამ უნდა არჩეულიყო და დავაყენოთ ცალკე ბიზი და ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რასაც ლანძღავენ და აგინებენ, ჯერ ნამუსი არ აქვს თამარ. ვის აგინებ, რას აგინებ, რომელმა შენმაც, მაგასმა მიხეილმა თუ სხვებმა ეხლა იმდეს გამოვიდა ვიღაცა ხო ისა მინისტრი ყოფილი მის ჯანმრთელობის და დაიწყო ესე იგი იმის საუბარი თუ რა კარგი იმას გააკეთებენ, რა კარგი პროგრამა აქვს ამათ თუნდაც ქონიათ და ეხლა აქვს გადასარევი პროგრამა გიგი წერეთელზე ლაპარაკო. დაზღვევის. გიგი წერეთელზე ლაპარაკო. არა, ჭიაბერაშვილზე ლაპარაკო. გასაგები. რა დაზღვევის კაცმა ესე იგი თავისი ყველა საშუალება ჩადოში იქ რომ კაცი არ მომკვდარიყო. ეს ხო ფაქტია გასულ. ხო არ შეიძლება ადამიანს დაუყარდო ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აბსოლუტურად თავისი დაწერა იგივე ტყუს ხო ვერ დაწერს, ეს ხო ყველაფერი ასახულია სხვადასხვა დოკუმენტებში, არა რომ მან თავისი თანხა მთლიანად, ესე იგი საქართველოს მოსახმარებლად არის გადადებული და რაღაც 1.5% არის ჩემი ოჯახის არჩენატო რა. ეს ყველაფერი ჩანს. ეს გასაგებია მე გეთანხმებით, მაგრამ არა დავამთავრებ თუ შეიძლება სად მივდივარ. ამიტომ როდესაც ასეთი გართულებული სიტუაცია, როდესაც ასეთი შანტაჟისტი და ინტრიგანი, როგორც ეს სააკაშვილია, როგორც იქნა რომ გაიყვანე ამ ქვეყნიდან, იმ წუთას უნდა მოგემზადებინა ქვეყანა, არ თქვათ ეხლა კადრები არ არის საქართველოსიო რა. მოგემზადებინა უნდა ქვეყანა იმ გამგებლებისთვის, იმ წესიერი ადამიანებისთვის და თან ისეთი შემოქმედი ხალხისთვის, კაცო, ჭკვიანი ხალხისთვის, ეხლა მარტო წესიერება არ შველის საქმეს. უნდა იყოს კაცი, ესე იგი მობილიზებული, უნდა იყოს ამისთვის განწყობილი, უნდა იყოს რაღაც გამოცდილების მქონე, ნუ ახლა რა ვიცი, ეხლა უამრავი რამე ჭირდება ადამიანს აქ და არაფერი ამის მაგვარი არ გაკეთდა. ვიღაცას უთხრა ეს კაი ბიჭია, ის კაი ბიჭია, ეს ჩვენია, არ არის თქვენი, არა. კაცი რომელიც საქმეს ვერ აკეთებს, არავის არ ჭირდება იმის თქვენობა და მიზაშვილობა. იცოდეთ ეს ყველამ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება და საქართველოს ყოველთვის დაღუპა ამან. რომ სააკაშვილის ლიკ-ლიკმა და ტიკ-ტიკმა აიყოლია ხალხი რა არ იყო ესე? კარგად კი ლაპარაკობდა, გამოდიოდა, ამას პირდებოდა, იმეს პირდა, არაფერი მასზე აღარ იყო დამოკიდებული და იმიტომ აღარ არის ეს ის დრო. მაგრამ არიან მას დარჩენილი ადამიანები, რომლებიც გაყვებიან მას საუბედუროდ. აი, მე ბატონო ვაჟა, ერთი კიდე შეხსენება მინდა გავაკეთო, საერთოდ იცით რა, უამრავ სააგენტოზე არის რაღაც აქცენტები, დიდი იმედები, მაგრამ თქვენ რო თქვით, ეხლა აი ხალხს აიყოლიებს, უბრალოდ ტელევიზია რო არა გაქვს. ელემენტარული, აი უყურეთ, სახელმწიფოზე კი არ არის, რომ სახელმწიფოს ემსახურება თუ არა მედია. ხალხს არ ემსახურება. დღეს თითქმის, ადრე ხო იყო 2003 წელს ერთი რუსთავი 2, დღეს გვაქვს 6 რუსთავი 2. ადრე ხო იყო 1 კმარა, ეხლა არის 30 კმარა. და რა უნდა ქნას, მე სულ არ ამ მიკვირს, რომ მაგალითად სამეგრელოში, აჭარაში ვიღაცეები ნაციონალებს აძლევენ ხმას, იმიტომ რომ ჩართავს ის კაცი რუსთავი 2-ს და ისე წარმოუსახავენ სიტუაციას, რომ რაღაცა ქვეყანა ინგრევა და რა კარგია მიშა. ჩართავს მეორე რუსთავიოს ეგრე არის. ესე არ შეიძლება. ნუ პლუს დავუმატოთ იქ კადრების პრობლემაც კიდე ცალკე საუბრის თემა. ამასთან ერთად ეხლა ჩვენ ცოტა ამნეზია გვჭირს. აი ეხლა დღეს გამოდიან, ესე იგი გველი იცვლის ტყავს. მაგრამ გველი რჩება გველად. რაც არ უნდა ტყავი შეიცვალოს. ნაციონალებმა ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკო, ნაციონალებად რჩებიან, იმიტომ რომ მათი საქმები, მათი იდეოლოგია არის ერთი და იგივე. ეხლა გამოდიან და იძახიან ჩვენ ისეთები არ ვიქნებით, კარგები ვიქნებითო. აი ამას იძახდა სააკაშვილი 2003 წელს, ჩვენ არავის არ შევეხებითო, პრობლემა არ იქნებაო, უბრალოდ იმებს ბობოლებს მივკიდებთ ხელსო. აი ამის თვალსაჩინოებისათვის მე გთხოვთ მინდა გავუშვათ მეორე ვიდეო, სადაც აი სააკაშვილის დაპირებები 2003 წელს არამის ხელისუფლებაში მოვიდო და ერთად ვიხილოთ. საქართველოში ბიზნესი
ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იქნება არა მხოლოდ ხელშეუხებელი, არამედ მცირე ბიზნესს ჩვენ 2 წლით გავათავისუფლებთ გადასახადისგან, არანაირი ქონების გადანაწილება არ იქნება, ეს ყველამ დაიმახსოვროს, მაგრამ რაც შეეხება დაუსაბუთებელი ქონების კანონს, ყოფილ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, პოლიციის უფროსებს ამ კანონს ამ პარლამენტში დააკრა 18 ხმა ჩვენ ამ პარლამენტ კანონს ავამოქმედებთ, როგორც ის მოქმედებს ინგლისში, როგორც მუშაობს სხვა ფორმით ამერიკაში, საქართველოში იმუშაებს და ამ ხალხს ეს ქონება ჩამოერთმევა შვეიცარიული ბანკის ანგარიშებიდან ფული მოეხსნება, ეგერ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დაიჭერეს ყოფილი ლაზარენკო ამერიკაში და მილიარდზე მეტი ქონება მოუხსნეს ანგარიშიდან დაუბრუნეს უკრაინას და იგივე მოხდება საქართველოში. მე ამაზე პირველი ნაბიჯები გადავდგი მაშინ როცა ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ამას მე მივყვან ბოლომდე. რაც მოუხდებათ ახლედიანებს, შევარდნაძეებს, მამალაძეებს, ჩეულიშვილებს და ამ ჯგუფს რომელიც იქ არის, არ ვიცი, არ მინდა ცოტა უფრო უხეშად უწოდო, ჭიბეების ცოტა შემსუბუქება და ზრუნვა თუნდაც ახლა მათი ხელისუფლებიდან წასვლის წინ ხალხისთვის და მე ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ამ ზრუნვას მიცემ სისტემატურ ხასიათს, იმიტომ რომ ამათ ვაგებთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით პასუხს და ქონებას ჩამოვართვით ამათ და არა რა თქმა უნდა როგორც აშენებენ ბიზნესმენებს და აშენებენ ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. აი თქვენ თვითონ ნახეთ ძირფასო ტელემაყურებლობა. აი თუ შეიძლება ამათი ნდობა. ბიზნეს ხელშეუხებელი იქნებაო. ბიზნეს საერთოდ არ ვახლებთ ხელსო. იქ რაღაცა აი შეღავათებსაც გავაკეთო. რა გაუკეთეს ამ ხალხმა ბიზნეს თქვენ კარგად წარმო. არაერთი ბიზნესმენი ციხეში მოამწყდეს. რომ ამაყობენ ეს ქალაქებიო ჩვენო ავაშენოთო. სიგნალი რომელიც ააშენა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გვარს ვერ ვიხსენებ ახლა. ესე იგი ამ კაცს ააშენებინ ეს ყველაფერი არ მისცეს მერე ფული ეს რო გააკეთა და იმ კაცმა მერე თავი მოიკლა. აი ესეთები მოხდა უამრავ შემთხვევაში კიდე. აი ეს არის მაგალითი, კაცი აგერ იძახის, აგერ ებს ვიზამთო და როგორ დაპირებები შეასრულა. აი ბატონო ვაჟა, მე მინდა თქვენი კომენტარი. ეხლა ეს იმიტომ წარმოადგინე, რომ იმ ამნეზია შეყრელებს ზოგიერთებს რაღაცა ცოტა ჭუაზე მოსაყვანად. ეხლა პატამ რო თქვა ბურჭულაძემ ჭუაზე მოსაყვანად უნდა მოვიქცეო. ი პატა ბურჭულაძემაც რო ნახოს, კარგი იქნება ეს სიუჟეტი. აი თქვენი აზრით მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, რომ აი სახეზეა ყველაფერი. თქვენი პოზიცია როგორ იქნება? აი ხალხი მაინც მე ვფიქრობ, რამდენად შეძლებს რომ აი ეს ყველაფერი გაანალიზოს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფაქტია იმის. აი რა უნდა ნიხილოს ადამიანებმა, რომ ნაციონალების უგდურობის კიდე რა ვიცი დარწმუნდა. მე არ მინდა ხა რომაული სენტენციებით ვილაპარაკო, თორე ხალხზე ხა ბევრი რამე ისეთია თქმული თავის დროზე. მაგრამ მაინც გამსაზღვრელია არის ის წარმართველი ელიტა, ვისაც მიყავს ეს იქითკენ, რომ ისე მოხდეს, როგორც ამათ უნდათ. მაგრამ არ გამოვა ეს, მეგობრებო, არ გამოვა საქართველოში, როგორც არ უნდა მოინდომოთ თქვენ, ამ ადამიანს ვეღარ შემოიყვანთ, ვერანაირი თავისი გუნდით. და ვინც ამ გუნდს გაეკარება ახლოს, იცოდეთ, რომ დადგება ამ გუნდის გასამართლების საკითხი. ეხლა შეიძლება რაღაც პოლიტიკური მოსაზრებით არ მოხდა ეს. ეხლა რაც შეეხება ამერიკას და სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ხარს უჭერენ, არ არის ესე. ამერიკა კი არის ეს ამას ხარს, კაცო და მთელი ამერიკა საქმე არ აქვს ეხლა მუზარდას სახელმწიფო ამ სააკაშვილის დიოს კუჩი. მაგრამ იქ არის სხვანაირი სტრუქტურა და სხვანაირი მოწყობა. იქ არ არის ჩვენსავით ერთი კაცი რო იტყვის და ყველაფერი ისე რო გექნება. იქ არის რომ არის ჯგუფები, გარკვეულ ადამიანთა, კონგრესმენთა, სენატორთა, რომლებსაც აქვს აღებული რაღაცნაირი რაღაცის გამო, მე ხა ვერ ვიტყვის უბრალოდ რის გამო, ეხლა ბანტო ლამაზ თვალების გულისთვის არავის არ უჭერს ფარს, ესე ცნობილია. ხო და ამიტომ ხდება ვითომ აბა მე ესენი ამას აპიარებენ და გაზეთში ახლა სტატიის გაკეთება ნიუ-იორკ ტაიმსში და თვით ნიუ-იორკ ტაიმსში და კრიშენ მონიტორში და დაუშვარდნენ ვაშინგტონ პოსტში ძალიან ადვილია. ბატონო ვაჟა, შეგეკამათებით არ დაგეთახმებით ერთ რამეში. რატო ეხლა იცი თქვენ სტატიაზე არ არის, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის ელჩი ეხლა რაღაც განყენებული არ არის, გამოხატავს ამერიკელების პოზიციას, ოფიციოზის, ხო? გეუბნება რომ არ გაიხედოთ თქვენო უკანო, გაიხედეთ წინო. კოჰაბიტაციაო მაგათ შემოგდებული ეს უკვე ჩარევა არის. ეხლა ეგერ ტრამპი გამოდის და სამართლიანობა უნდა აღვადგინო, ის ჰილარი კლინტონი უნდა დავიჭირო. რა სამართლიანობა უნდა აღადგინოს? ეხლა ამერიკაში სად იყო ისეთი სამართლიანობის აღდგენისათვის რაღაცა ხელს ეს არის არ არის ჩარევა კაცო. გეუბნება აგერ ამერიკის თავდაცვის მინისტრი ვერ დაგინიშნია. შენ საელჩომ რო არ ჩაერიოს. ის არასამთავრობოები ბატონი ბიძინა რო საუბრობდა ძილგამოთხელ საქმიანობას ეწევენ. საიდან ფინანსდებიან ისინი ეხლა რუსეთიდან ხوار ფინანსდებიან. ამიტომ
არის საუბარი, რომ ესეთი ნეგატიური განწყობილებები, იგივე ეს არ არის ამერიკის სტრატეგიული ხაზი. არა. ნახავთ თქვენ. არა. დრო შეიძლება ეს თქვენ პრეზიდენტი იცით თუ არა, იგივე თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ შეცდომა დაუშვით, რომ ვარდების რევოლუცია მოვაწყვეტო ფაქტიურად, ეგეთი განცხადება გააკეთა. იგივე ის სახელმწიფო გადატრიალებას რითი დაიწყო, არ გახსოვთ, გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდისო და ეს პუჩისტებმა მიიღეს მწვანე შუქად და აიღეს იარაღი ხელში. ამიტომ ესე არ არის თქვენ ახლა მეც მინდა ზოგჯერ მიყვარს ამერიკა რომ აი რაღაცა არა მე ახლა ამერიკა ორი რუსეთი არის, ორი ამერიკა არის, რაღაცა არის ორი ამერიკა არ არის, იქ სტრუქტურულად არის ასე დაყოფილი ამერიკა, გასო მე გეუბნები დამიჯერე რომ არ არის ახლა ამერიკის დღედაღამე საფიქრალი ის რომ აქ ახლა სააკაშვილი იქნება თუ კვირიკაშვილი, ამას მნიშვნელობა მათთვის არ აქვს. გეუბნები კიდე დამიჯერე კიდე არა. იქ სხვანაირი სახელმწიფოა და სხვანაირი ქვეყანაა აბსოლუტურად. ბატონო ბოჟეც დრამინა კიდე ერთ საკითხს მე არ ვიცავ რა ამჭის ამერიკის დასაწყისი. თქვენი პოზიცია, აი მე რა მინდა იცით რა საკითხს შევეხოთ. ეხლა ჩვენ აქ აი ეს ზალა, რომელიც თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, რომ უარე შედეგს ბიძინა ივანიშვილმა ეხლა ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა ესეთი რაღაცა. ბიძინამ თქვა ესეთი რაღაცა, ეს ხალხი უმსახურებს იმას კი ვიცი, რასაც იმსახურებს, მაგრამ არ მოვიქცევით ისე, იმიტომ რომ ამას საქართველოს არ იმსახურებს. ანუ ეხლა მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ თუ ესენი მართლა დაიწყებეთ რაღაცას, მე ხალხს ვეღარ გავაჩერებ. ანუ თუ მართლა სააკაშვილი შემოვიდა საქართველოში და მოახერხა და აქ რაღაც არეულობა დაიწყეს ამათმა, მართლა თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ლინჩის წესის გასამართლებები და რაღაცა ესეთი ძალიან სისხლის დაღვრის პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს. იმიტომ რომ ეხლა თუ წავიდნენ, კი იარაღიზე თუ აიღეს. არა, გავიგე, მაგრამ გზას ვერ ვხედავ მე მისი შემოსვლა გარდა იმისა, რომ ეხლა მომისმინდა ერთ რამეში შევთანხმდეთ. ის მისი შემოსვლა, გასვლა და ნახან ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში, რომ ის პოლიტიკურ ხელისუფლებას უმიზნებს, არა? ეს უკვე პოლიტიკის საკითხია და ამ საქართველოს მარტო თავის თავზე არ არის დამოკიდებული, არის უამრავი ინტერესები სხვადასხვა ქვეყნის, იგივე თურქეთის, იგივე რუსეთის, იგივე შეერთებული შტატების. ეხლა ცოტა სხვანაირად კი ვთქვი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ესე იგი, მაინც არის ეს სტრატეგიული ადგილი და ეხლა ის რომ მიშას დაანებონ ყველაფერი და ყველა განზე გაიწიოს, ასეთი რამე თვითონაც არ აწყობ. თუ ახლა ეს უნდათ რომ აქ ხალხი დაიხოცოს და იმ ნაგასაკს რომ ბომბი ხეთქა ამერიკამ 300,000 კაცი რო დაიღუპა, ასეთი რამე თუ ზურთ, მე არ ვიცი, არ მგონიათ რომ 21 საუკუნეში ეს შედგეს და გამოვიდეს, მაგრამ საერთოდ მიმაჩნია რომ სააკაშვილი აქ მაინც ვერ შემოვა, მაგრამ იმასვე ვამბობ, რომ მაინც სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ის იმდენი გიჟია ჩამოყალიბებული რა. აი, ნუ რა ვიცი. აი, სამართალდამცავებზე გააკეთეთ აქცენტი. გახსოვთ ალბათ, აგერ ვსივარ ჩვენ ერთ ადგილას, სადაც ამ ადგილიდან მოხდა დიდი პროვოკაცია. კინოს სახთან. ვიღაცა გადაცმულმა პოლიციელმა გაისროლა და მერე მაგის შემდგომ მოინათლა დიქტატორად გამსახურდია და ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ ნაროშილოკების სკანდალიც ვნახეთ და უამრავი სკანდალი ვნახეთ პოლიციაში, ამხელა ათასობით ადამიანი არის დასაქმებული ამ სისტემაში და ეხლა რო ვთქვათ, რომ ამათი ჩანერგვა რომ მოხდეს ვიღაცის, სულ არ არის გასაკვირი. აი თქვენი აზრით ხელისუფლებამ რა ზომები უნდა მიიღოს, რომ 2 სექტემბრის მსგავსი ტიპის ჩვენ არ მივიღოთ პროვოკაციები, იმიტომ რომ როცა ეხლა სისხლი დაიღრება, მერე უკვე თქვენ სხვა რაღაც პროცესები წავიდეს და ამიტომ ეს რო არ მოხდეს, აი ხა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი თქვენ სამართალდამცავებს გააფრთხილეთ, მეც მოუწოდე, აი რა ზომები შეიძლება მიღებული იქნას, რომ აი ესეთი გასროლები არის. ზომები ეხლა რაღაც სხვა ზომები გარდა იმისა, რომ მოქმედებაში არ მისცემ მას პასუხისგებაში, სხვა ზომები არ არსებობს, ბატონო ნიკო. ზომები არსებობს ერთადერთი თუ იმას გაცდები, გამოყოლ იგივე სააკაშვილი. ზომები ის უნდა იქნეს, რომ ამის პრევენცია არის მუშაობა დღედაღამე სახელმწიფო უშუალოების და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, რომ სრულ ინფორმაციას ფლობდნენ ყველაფრის გარშემო. აი ხა ჩვენ ხო ვიცით რომ სისხლის უკვე სახელმწიფო ინტერესებში შედის ეს, მარტო არ შედის რაღაც კონკრეტული ჯგუფის ინტერესებში. საქართველოს ინტერესებში შედის, რომ ეს გიჟი რომ მიუშვა, დაანგრევს ამ საქართველოს. მე გეუბნები თუ აქ მართლა აი დაუშვა და ერთუთ ეს სცენარი განვითარდა, ეს შემოვიდა და ვიღაც თანამგზნობები აქ და იარაღი დახვდნენ, ესე იგი ეს უკვე მარტო ამისი გაკეთებული აღარ არის, ეს არის გაკეთებული ვიღაც სახელმწიფო მის უკან დგას, ეს მარტო ამას ვერ შეძლებს. ნუ მაშინ ესე იგი ბუნებრივია, ყველამ უნდა აიღოს იარაღი და ებრძოლოს ამ გიჟს, რომელიც გამოიყენეს თავის სამშობლოს წინააღმდეგ.
და ის არის ამის გამკეთებელი, მაგრამ რამდენად შეძლებს, ეს მეორეა. მე მგონია უფრო იმუქრება ეს და რაღაც აშინებს ხალხს, რომ იქ არჩევნების დროს მისკენ გადაიხაროს. უფრო ასე მე მგონია ასე, იმიტომ რომ ეს ისეთი რამეა სახელმწიფოს, რომელიც მას დაუდგება გვერდში ამის გულისთვის, რა, ის სახელმწიფოს პასუხს აგებს, ასე არ არის, გინდა რუსეთი იყოს და გინდა ამერიკა და გინდა ინგლისი და საფრანგეთი, კაცო. რა ვქვია? სამწუხაროდ ბატონო ჩვენი დრო დასასრულისკენ მიდის. დიდი მადლობა მოწვევის მობრძანებისთვის და ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ თქვენაერი სპეციალისტები, თქვენაერი იურისტები საჭიროა, რომ ხელისუფლებას რაღაცა ჭკუას სტუდიებიდან კი არ არიგებდეს, არამედ რაღაცა უფრო ახლოს იყვნენ და უფრო გათვალისწინებული იქნეს ეს პოზიციები, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, ხა თქვენ როცა საუბრობდით, რომ თუ რაღაც წავა პროცესები ეს აქედან კი არ იქნება, არამედ გარედან იქნება. მე გეთახმებით ამაში, იმიტომ რომ არც ეგვიპტეში, არც ლიბიაში, არც ერაყში, არც იუგოსლავიაში არსად არ მოხდარა პროცესი რომ არ ყოფილიყო გარედან ჩარევები. იმიტომ რომ იქ ხალხი მხარს უჭერდა იმ ლიდერებს და მოხდა გარედან, იგივე მოხდა ჩვენთანაც ერთხელ არ თქვი კიდევაც 91 წელს 100,000-ობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში გამსახურდიებს ხარდასაჭერად და სისხლში ჩაახშვეს საქართველოს. იგივე 2003 წელს ფული დაურიგეს ხალხს და შეკრიბეს რაღაცა ესეთი სარევოლუციო მასა, თორე მაშინაც არ იყო ესეთი ხარდაჭერა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ეს უნდა ყველაფერი გაითვალისწინოს და ბოლოს ხალხს უნდა უთხრას სიმართლე. თუ რამეს აპირებენ ესენი, ვისით აპირებენ, კარგად არის უკვე ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი უსყულის წინაშე აღმოჩნდებით, იმიტომ რომ საქართველოს მესამე სახელმწიფო გადატრიალებას ნამდვილად ეხლა შეგიშვან შენ რომელიმე უწყებაში ხარ მთლიანად მომზადებული. ხა მე და ერთმანეთს რო ვაკეთებ მაგრამ არაფერი უწყებაში ამ ჩვენ ერთი რამე არის, ორივეს ტკივა ის რაც არის, მაგრამ ერთი რამე არის, რომ ეხლა იმისი არ იყოს, ეხლა კაც რო თოქს ჩაუგდებ და გეუბნები რომ ამოდიოდა, არ მინდა ამოსვლაო, ისე არის ხა ამათი საქმე, ხა ვეუბნებით 10 ჯერ ვაფრთხილებთ, ესე გააკეთეთ, ისე გააკეთეთ და ხა თუ არ გაითვალისწინებენ და მე ეხლა ბოდიში და მაგათი თუ გინდა პრობლემა შექმნიათ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას არ გვინდა პრობლემები შექმნით. მოკლედ დიდი მადლობა, შეგახსენებთ რომ ეთერში იყო გადაცემა სამოქალაქოს საზოგადოება და სტუმრად ყავდა ჩვენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი პროფესორი ბატონი ვაჟო აბაკელია. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა და იმედს ვიტოვებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ მოვლენები არ წარვა ისე, როგორც სააკაშვილის, როგორც აი დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს სურთ და ისე განვითარდება პროცესები, როგორც ქართულ ხალხს სურს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ძალიან კრიტიკულ მომენტში, ძალიან კრიტიკულ ზღვარზე და რაღაცა ფაქტიურად უნდა ძაფზე რაღაცა გავიაროთ, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში იკვეთება სხვადასხვა დიდი ქვეყნების ინტერესები. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით მომავალ პარასკევს იმავე დროს.